გამარჯობა, ეთერშია გადაცემა აფხაზეთი გიორგი კინწურაშვილთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. რუბრიკაში მუჰაჯირების კვალდაკვალ აფხაზ მწერალ ანზორ კუდბას შეხვდებით. მესიჯი იროც საგარეიშვილის სამშვიდობო გზავნილს წარმოგიდგენთ. მიამბე აფხაზეთზე, რეჟისორ დათო დოიაშვილის მოგონებები აფხაზეთზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში კონფლიქტი საქართველოში განიხილეს. სხდომაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია. ანგარიშის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ანგარიში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა გმობს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალში მის საოკუპაციო რეჟიმს შორის ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ. ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საკადასტრო რუკაში აფხაზეთის რეგიონის სოფელ აიბღას ნაწილის თავის ტერიტორიად გაფორმებით. აღნიშნული რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ანექსიის მცდელობას წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებით დასახლებულ გალისა და ახალგორის რაიონებში. გენერალური მდივნის 24 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულებას. მინისტრთა კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა დეოკუპაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების ინკლუზიური პროცესის შესახებ. აქვე ხაზი გაუსვა კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან პროცესში საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 24 კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკური დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას. საქართველოში ვიზიტით მყოფი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში ქრისტინა მარტი-ლანგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანს და საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის შეხვდა. დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები აღნიშნულ ტერიტორიებზე. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები. საქართველოს და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობის საკითხები. დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება. მივაწოდე ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. ყურადღება გავამახვილეთ ეგრეთ წოდებულ ბორდერიზაციის უკანონო პროცესის შეწყვეტის საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელების გახსნისა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. მადლიერება გამოუხადა შვეიცარიის მხარის მიმართ საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის. ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე და იმ პროცესების შესაძლო განვითარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ნდობის ატმოსფეროს შექმნას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე. საუბარი ასევე შეეხო იმ ხელშემშლელ ფაქტორებს, რომლებსაც ქმნის საოკუპაციო რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არსებობს კარგი პროექტები და იდეები, რომელიც მხარეებს გააჩნიათ. ვისაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე ნდობის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით. აქტუალურია, იმიტომ რომ ასეთი ტიპის უნივერსიტეტი ჩვენ არ ქონია და პირიქით, უნივერსიტეტი და განათლება მთავარი რაც გვაკლია. რაც შეეხება ჩვენ კონკრეტულ შეხვედრას, უბრალოდ აქტუალურია ვარ შეკითხვებით, ბევრი შეხვედრა მაქვს ხოლმე და ძალიან მიხარია ახალგაზრდების კარგი და განათლებული ახალგაზრდების აღმოჩენა, მაგრამ არ ვიცი რა, დღეს რაღაც განსაკუთრებული შეკითხვები ქონდა, განსაკუთრებული გონიერი და საჭირო და ძალიან მომეწონა, ძალიან კმაყოფილი ვარ. შეიძლება ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს აფხაზებისთვის მიმზიდველი და გონია რომ ეს არის მაგარი შეთავაზება, რომ ეს უნივერსიტეტი
ქუთაისში. ეს უნივერსიტეტი ყველაზე ახლო არის ალბათ აფხაზეთთან და აფხაზეთისთვის შეიძლება იმ ვითარებაში, რომელიც ისინი აღმოჩნდნენ, ასეთ ჩაკეტილ და იზოლირებულ გარემოში იყოს ძალიან მაგარი გამოსავალი, იმიტომ რომ მათაც ყველაზე მეტად ახლა განათლება ჭირდებათ და თუ ეს განათლება, ეს უნივერსიტეტი აღმოჩნდება ნაბიჯი ერთმანეთისკენ, შერიგებისკენ, იქნება ძალიან მაგარი გამოსავალი. ასე რომ მე ყველანაირად მივესალმები წერილმა დავით თურაშვილმა ჩვენ სტუდენტებს ჩაუტარა ლექცია თემაზე აღმოაჩინე საქართველო. ეს არის აქტივობა, რომელიც მხარდაჭერილია აფხაზეთის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სამინისტროს მიერ. დიდი მადლობა მინისტრს ამ აქტივობისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ზოგადად დაინტერესებულია და ჩვენ ვაკეთებთ ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, როგორც დევნილი, ასევე ჩვენი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ეს კონკრეტული ნაბიჯები, ზომები მოიცავს როგორც სწავლის დაფინანსებას, კამპუსის დაფინანსებას, სპეციალურ სტიპენდიას, ყველაფერს იმისთვის, რომ ახალგაზრდების ხელს შეუწყოთ ახალგაზრდების უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაციას. დღეს ქუთაისში დასრულდა ჩვენი პროგრამა აღმოაჩინე აფხაზეთი, რომელთაც მოვიარეთ მთელი საქართველო, დაასრულა ეს დათო ტურაშვილმა. მადლობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მართლაც არაჩვეულებრივი დახვედრისთვის. ვფიქრობ, საინტერესო იყო და მრავალმხრივი იყო ეს ლექციები და რომელმაც მოიცვა სტუდენტები, მოსწავლეები არა მხოლოდ აფხაზეთიდან ზოგადად. ვფიქრობ, რომ ყველა სტუდენტს და ყველა მოსწავლეს შეიძლება და უნდა აინტერესებდეს ეს თემები. ჩვენ უკვე ვემზადებით მომავალი წლისთვის და ვფიქრობ, ცოტა სხვაგვარად, სხვა სახით იყოს, ან ლექციების, ან სემინარების სახით, მოკლედ ამ ყველაფერს შეგატყობინებთ. თუ მოგწონთ ეს აქტივობა, თუ გაინტერესებთ ეს ლექციები, ჩვენი სოციალური პლატფორმები ღია, მოგწერეთ იდეებისთვის ვართ, იდეების გაზიარებისთვის მზად ვართ და გელოდებით უკვე ახალი წლის შემდეგ ჩვენს ლექციებზე ყველას. თითოეული პეიზაჟი, კაცი რო ჩაულის და იტყვის ეს არაფერი არ არის, მხატვრის ხელში შეიძლება გახდეს კარგი და ლამაზი. და უფრო ამის მიმდევარი ვარ, რომ აი უბრალოდ სილამაზე კი არ გავაზრიადო, ლამაზად წარმოსახო. ესაა ჩემი ძირითადი კრედო, ესე ვთქვა. ყოველთვის გამორჩეული ხელწერის და თვითმყოფადი შემოქმედებითი პოტენციალის მქონე ხელოვანი გახლავთ. მრავალფეროვანია მისი შემოქმედებითი ნამუშევრები, ჟანრობრივი თვალსაზრისით, პორტრეტებიც არის, ნატურმორტებია, პეიზაჟებია, ზღვის თემა. ფაქიზი ნამუშევრები, ფაქიზი ფერები არ არის სიმძიმე ჰაეროვანი ნამუშევრები და ამით უფრო მე ჩემში უფრო მეტი სიმაღლე დაიჭირა. ძალიან კაი მხატვარია და უსურვებ წარმატებებს. აი ლაკობრივი ფერწერა არის რა, როგორც ასეთი, არის ალბათ არის პორტრეტიც აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერი არის ლაკობრივად, არ არის დაკონკრეტებული, არ არის რაღაც გამომსახველობით როგორც ასეთი, ლაკობრივად, ძალიან ლაკონურად, ძალიან ლამაზად და სულ უკეთ აქვს შესრულებული ყველა ნამუშევარი აბსოლუტურად. როდესაც ნახატი აი თვითონ მოგტაცებს რა მიგიზიდავს რომ მოდი ჩემთან მნახე, აი უკვე შემოქმედება მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ რომ შემდგარია და თავისი სისადავით, თავისი სადა და ისეთი ზოგჯერ ექსპრესიული კოლორიტით ადგილების ცოდნით, ბუნების ცოდნით, იმ ადგილის სიყვარულით, რაც აქ არის, ყველაფერი, აი მე მიმაჩნია რომ ერთ-ერთი საინტერესო და გულითადი გამოფენა. როგორც იქნა ყველა თეატრს საქართველოში მოგვეცა საშუალება რომ სეზონი განვაახლოთ. ყველას მოეხსენება რომ პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე გარკვეული პერიოდი თეატრების ფუნქციონირება შეჩერებული იყო. მე ვგულისხმობ მაყურებელთან უშუალო ურთიერთობას. დღეს
ჩვენი თეატრი წარმოადგენს ბატონი რეზო გაბრიაძის, ჩვენი დიდებული ქართველი სცენარისტის, რეჟისორის, საზოგადო მოღვაწის უკვდავ ნაწარმოებს მარშალ დეფანტიეს ბრილიანტს. ამ სპექტაკლს ჩვენ უძღვნით ბატონი რეზოს 85 წლის იუბილეისსა და მის ხსოვნას. მე ამავდროულად მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის რექტორს, ბატონ ზურაბ ხონელიძეს, მთლიანად რექტორატს, პედაგოგ-მასწავლებლებს, ლექტორებს, სტუდენტებს, რომელთა პატრონაჟითაც დღევანდელი სპექტაკლი იმართება. რადგან უკვე სეზონი გაიხსნა, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს აღვადგინოთ ყველა ის რეპერტუარში მყოფი სპექტაკლები, საბავშვო თემატიკის იქნება, კომედიური იქნება, დრამა იქნება, მოზარდი უფროსი თაობისათვის და ღვთისწყალობით გავმართოთ ყოველკვირეული სპექტაკლები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმოყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. ეს პიესა გახლავთ რევას გაბრიაძის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი მარშალ დეფანტიეს ბრილიანტი. ეს ძალიან ცნობილი პიესაა, ძალიან ძველი პიესა, ამის რადიო დადგმაც არსებობდა მოკლედ. და ჩვენ შევეცადეთ, რომ რაღაცა სერიურად გაგვეცოცხლებინა ამ დასთან ერთად. ძალიან სახალისო კომედია გამოგვივიდა, ძალიან სხვადასხვა თანადროულიც არ არის დროს ჩამორჩენილი, იმიტომ რომ ბატონ რეზოს ჰქონდა ისეთი აზრები, რაც დროში, ასე ვთქვათ, არ იკარგება, არ კვდება. და დღეს ფაქტიურად გვაქვს პრემიერა, იმიტომ რომ ამდენი ხანი გაჩერებული ვიყავით პანდემიის გამო, რაღაც სიტუაციების გამო და სხვა შორის ორი ახალი მსახიობი მონაწილეობს დღეს. ფაქტიურად მათი პრემიერა. ეს არ არის პირველი, რაც სოხუმის მოზარდმოყურებელთა პროფესიულ თეატრში დგას გვერდში და ჩვენ თulit ჩვენს ვალდებულებას მუდამ იქ ვიყოცაც სოხუმის საქმე კეთდება, სადაც აფხაზეთის საქმე კეთდება და მუდამ გვერდში დავუდგეთ იმათ, ვინც აფხაზეთს წარმოაჩენენ და ეს თეატრი, რომელიც არ არის გუშინ შექმნილი, არ არის გუშინ წინ შექმნილი, ის დიდი ხანია მოდის და ძალიან ბევრი დევნილი დააყენა სცენაზე და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. რუბრიკაში მუჰაჯირების კვალდაკვალ აფხაზ მწერალ ბათუმელ ანზორ კუდბას შეხვდებით. იგი გულის ტკივილით საუბრობს ქართველებსა და აფხაზებს შორის გაუცხოებაზე, მაგრამ იმედით უყურებს მომავალს. საქართველოს ტრაგედია იყო არა მარტო აფხაზების მუჰაჯირობა, არამედ აჭარდანაც ხშირი იყო მუჰაჯირობა. ჩვენი გვარი აი პირველი მუჰაჯირობის დროს, როცა რუსეთი შემოაწვა აფხაზეთს ზემოდან, აი პირველად მაშინ წამოვედით ჩვენ, სამი ძმა ყოფილა, კუდბა, ორი ბათუმში დარჩენილა, ერთი წასულა თურქეთში. ერთი რამ უნდა მოგიყვეთ აი თურქეთში ყოფნის დროს. რა არის იცით რომ ჩავედი, ახლა რომ გავიკითხეთ თქვენი მდგომარეობა როგორია თქო. ესე იგი ჩამომithვალენ გვარები, ვინც დღეს კუდბები, ვის რა გვარებსაც ატარებენ და არც ერთი აფხაზური გვარი არა და ისე ვუსაყვედურეთ თითქოს თქვენ კუდბები როგორ ხართ და ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს და მიხვდეს რომ სასაფლაოს მაშინ შევედით. კარიბჭე გაიღო, შევედით და აბა წაიკითხე დამატარეს ახლა დამატარეს და კუდბა, ყველაზე კუდბა წერია არავით არის არც სახკოლი წერია და არც თავანი წერია, ესე იგი ის თურქული გვარები არა და ჩვენ მაინც ვიბრუნებთო, ჩვენ კი სხვა გვარს ვატარებთო, თურქულ გვარებს ვატარებთო, მაგრამ ჩვენ აფხაზებად ვრჩებითო. მე თევზს დღესაც არ ვჭამ. თევზს და წარმოიდგინე მამაჩემიც არ ჭამდა თევზს. და საერთოდ ჩვენს ოჯახში არ ჭამდნენ თევზს. მერე გავიგე თურმე აფხაზები რო გამორეკეს, ეს მეორე ტალღა იყო. მუჰაჯირობის მეორე ტალღა, ფელუკებით წამოსულან. ფელუკებით. ფელუკაში 2-3 კაცი ეტევოდა და აქ ნაპირზეც არ გადმოუშვეს.
ესე იგი რუსები და თურქები მოლაპარაკებული იყვნენ რომ აქ კი არ დასახლებულიყვნენ საქართველოში აფხაზები, არამედ თურქეთში გასულიყვნენ. ფელუკა ამდენს ვერ გაძლევდა და შევდნენ წყალში და თევზები ჭამდნენ. თურმე მე აფხაზები თევზს არ ჭამდნენ და ეს რო გავიგე ხო თითქოს აი სულიერად ვიცოდი ეს ამბავი, შეიძლება ისე არ ვიცოდი ინფორმაციით, მაგრამ აი სული მთხოვდა რომ არ მეჭამა ხორცი და პატივი მეცა იმ დაუბრუნებული აფხაზების მიმართ. აქ ჩვენთვის აფხაზებისთვის მშობლიურია ეს, მე სხვა მშობლიური ადგილი არც გამაჩნია. ესაა ჩემი მშობლიური ადგილი ბათუმი. ბათუმში დავიბადე, აქ ავიზარდე, სიცოცხლე აქ მწყურია და არსად შემეძლო თბილისში დარჩენა არ დავრჩი, იმიტომ რომ მაინც ბათუმი ეწოდა, ვინც ბათუმში დაიბადა რა, მას ძალიან უჭირს სხვაგან ცხოვრება. ორი შვილი ყავს, სპარტაკი უფროსი, ვაჟი, მხატვარია და ძალიან კარგი მხატვარიც. მარტო ჩემი აზრი არაა ეს, ბათუმში ასე იციან, თბილისშიც იცნობენ და ქალიშვილი, ძალიან ნაზი ქალიშვილი ყავს ჩვენ და ბავშვებთან არის და საბავშვო ბაღში აღზრდელია. ეს ზუსტად მისი საქმეა ეს. წერალი, ჟურნალისტიც ვიყავი მე. რადიო კომიტეტში მუშაობდი 20 წელიწადს. მე მწერალთა კავშირში 20 წელიწადს. ვარ პირველი პარლამენტის წევრი, ზვიადგამსახურდიას დროს ვიყავი და ჩემი საამაყო არის ის მიამაყება რომ ხელი მაქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. ება წაკინკლავება დაემდურებიან ერთმანეთს, მაგრამ სისხლი მაინც სისხლია და მაინც ის ურთიერთ მაინც შეარიგებს, ესე შეერიგება მაინც მოხდება ძმებს შორის, რაც არ უნდა მტრად გადაიკიდონ, მაინც მოხდება მათი შეერიგება და აი სწორედ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია ალბათ საქართველოს ისტორიაში. აი ძმობა შორის, ესე იგი ხიდი ჩაინგრა რო იტყვიან. ჩვენ აქედან აფხაზები ჩასული ვიყავით პატრიარქთან და იქ სიტყვა ვთქვი, სიტყვა როგორი ახლა რა იცი თბილისში რო ჩავდიოდია რა, თუნდაც იმ დროს როცა ეს კონფლიქტი მიმდინარეობდა, თუნდაც კონფლიქტის შემდეგ 1 წელი გავიდა 2, 3 და ასე შემდეგ, რა იცი ყოველთვის ესე იგი თითქოს დამნაშავედ ვგრძნობდი თავს. საკუთარი თავის მეშინოდა რომ იტყვიან. უყურეთ, მე ხო აფხაზიც ვარ და ქართველიც ვარ და ეს იმას ნიშნავდა, ჩემში აფხაზი და ქართველი წაკიდებული იყო. წაკიდებული იყვნენ და როცა აფხაზი კლავდა ქართველს, ჩემში მაშინ ქართველი გვდებოდა. და როცა ქართველი კლავდა აფხაზს, ჩემში მაშინ აფხაზი გვდებოდა და ესე იგი თითქოს აი ორჯერ სიკვდილს განვისტიდი. იქ თქვი სწორედ რომ აი ჩემში ქართველი და აფხაზი დააზავდნენ და შეერიგდნენ მეთქი და აი ასე მთელ საქართველოს და აფხაზეთში ასე დააზავდებიან ქართველები და აფხაზები და კვლავ აი ძმებად მოიხსენებიან. ახლა მე ასაკში ვარ და ისე არ მინდა მოვკვდე რომ აი ეს შეერიგების მოწმე რომ არ ვიყო, რომ არ გავხდი. ჩვენი იდენტობა ერთმანეთისგან შედგება. ჩვენ ერთმანეთის ნაწილი ვართ. პირველი ქართული crowdfunding პლატფორმის დამფუძნებლის ირო ცაგარეიშვილის სამშვიდობო გზავნილი ენგურს გაღმა მცხოვრებ ახალგაზრდებს. დღეს მაშინ როცა მე და თქვენ ერთმანეთის ნახვა ჩვეულებრივ უნდა შეგვეძლოს, ამ ყველაფერში ხელს პატარა
მავთუხლართებისგან შექმნილი საზღვარი გვიქმნის. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელსაც ესე გვეუბნებიან, რომ თავისუფლებაში და დამოუკიდებელ ქვეყანაში დავიბადეთ. თუმცა რეალურად დღევანდელ გლობალიზაციის პერიოდში, მაშინ როცა თქვენ შეგიძლიათ რომ ნებისმიერ ადგილას წახვიდეთ და სხვა კუთხე-კუნჭულის ახალგაზრდებს გაესაუბროთ და ჩვენც ეს შეგვიძლია, ჩვენ თავი რამე შეგვიძლია, რომ ერთმანეთთან მივიდეთ და ერთმანეთს გაუზიაროთ ჩვენი აზრები. ჩემი მეგობრების, ჩემი ახლობლების, ანუ ახალგაზრდების მუდმივი ფიქრი ის არის, რომ ნეტა რა ხდება მაქეთ. თქვენ რას ფიქრობთ? თქვენი აზრები როგორია ჩვენ შესახებ? სულ გვინდა ხოლმე როცა ვლაპარაკობთ ბევრნი ერთად, რომ თქვენთან კავშირი სოციალური ქსელის იქითაც დავამყაროთ, თუმცა არასდროს არ ვიცით ამის გამო ვის რა პასუხი მოეთხოვება მაგ მავთუხლართის იქით, რომ თუნდაც ჩვენ ერთმანეთს პირისპირ შევხვდეთ და ვისაუბროთ. თქვენც და მეც რეალურად დღევანდელ სამყაროში ერთ და იგივე შესაძლებლობები გვაქვს, თუმცა რაღაც დოგმებმა დაგვიწესეს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთის გარეშე უნდა შევძლოთ. იდენტობა, რომელიც არსებობს ჩემთვის და თქვენთვის, რაღაცნაირად გონია, რომ ერთმანეთისგან შედგება. იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ნაწილი თქვენ ხართ და თქვენი ნაწილი მე ვარ. შესაბამისად, თუ გვინდა რომ რაღაც იდენტობა შევინარჩუნოთ, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვაკავშირებდა ერთმანეთთან, გონია, რომ ეს ჩვენმა თაობამ უნდა შეძლოს, იმიტომ რომ რაც უფრო გავა დრო, რაც უფრო მეტი თაობა დაემატება ამ თაობათა სვლას, შემდეგ უფრო რთული აღსადგენი იქნება ეს ყველაფერი. და თავის დროზე მე და ჩემო მეგობრებმა ერთხელ თქვით ჩვენი სათქმელი და დღესაც იგივე მინდა ვთქვა, რომ ის შვიდობა, რომელიც ჩვენ შორის უნდა იყოს და უნდა არსებობდეს, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მეტია იმ ომზე, რომლებიც ჩვენს ზედა თაობებს და დედაჩვენების და მამაჩვენების თაობებს შორის იყო. მიამბე აფხაზეძე, რუბრიკის სტუმარი ყველასათვის საყვარელი რეჟისორი დათო დოიაშვილია. ხელოვანი იხსენებს, რომ მსგავსი სიყვარული და ჰარმონიული ურთიერთობები, როგორიც აფხაზეთში იყო, მას მერე არსად უნახავს. იგი დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთობებშია. აფხაზეთი არის ჩემი დედულეთი. დედა ჩემი არის იქიდან, იყო იქიდან და რა დაგემელოთ ეს არის რაღაცა ჩემი ბავშვობის ძალიან დიდი ნაწილი. და მგონია რომ აი რაღაცა ბავშვობა წართმეული ბავშვები თუ არსებობენ, ერთ-ერთი ალბათ მეც ვარ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სიხარული, აი რაც კი მახსენდება ბავშვობაში, ეს იყო დაკავშირებული იქ წასვლასთან. ერთი იმიტომ რომ ამ დროს პირველად გავიგე თავისუფლების შეგრძნება რა იყო. იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ 7 წლის, როცა პირველად მარტო ვიმგზავრე მატარებლით. ჩემმა ჩამსვა, მიმამაგრა ეტყობა იმას, გამცილებელს და იქ უნდა დამხვედროდნენ. სამწუხაროდ ვერ დარეკეს და ამიტომ არავინ არ დამხვდა. და პირველად 7 წლის ასაკში მახსოვს, რომ ჩემით ფეხით მივედი სახლამდე და ნუ აი ვერც ხსნი ეს რა არის რა, იმიტომ რომ ეს არ იყო უბრალოდ რომ თქვა და დედულეთში ან დედასთან სახლში ჩავდიოდი, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობდით გორაზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ერქვა. და მახსოვს რომ აი ამ გორაზე როგორც კი შევდგებოდი, სანამ სახლში მივდიოდი, ყველა მეზობელთან შევდიოდი აბსოლუტურად და ეს იყო რაღაცა არ ვიცი, იმათ უხაროდათ თუ ესე ცხოვრობდნენ, დღემდე არ ვიცი, იმიტომ რომ ეგ ურთიერთობები საერთოდ არსად აღარ შემხვედრი ამას მერე. აბუა ჩემს და ბებიაჩემს ყავდათ 5 შვილი და მე-6 შვილი ყავდათ ესე აფანილი. და მე მახსოვს რაღაცა ჰარმონიული წესრიგი ამ სახლში, რომელიც ჩემთვის აი ყველაზე რთული მისაღწევია დღევანდელ ცხოვრებაში. მე მახსოვს პირველი საათი, როცა ვალდებულები ვიყავით ყველანი, სადაც არ უნდა ყოფილიყავით, ვთქვათ მეზობელთან სათამაშოდ ვიყავით, მაგრამ მახსოვს რომ პირველი საათი ხო არ არის და გავრბოდი სახლში, იმიტომ რომ იშლებოდა ძალიან დიდი სუფრა და ყველანი ვინც იქ მაშინ ვთქვათ ზაფხულის პერიოდში ვიყავით და ნუ ძალიან დიდი ხალხი, ბევრი ხალხი გამოდიოდა, ყველა ოჯახის წევრი თავისი რამოდენიმე შვილით ყველანი ვისხედით ამ სუფრაზე, ეს იყო სავალდებულო და ეს ისე გვიხაროდა ეს ერთად ყოფნა. მე სულ ფიქრობდი და ალბათ ეხლაც ის გამომყვა, რომ მინდოდა რომ მქონოდა რაღაცა სახლი, რომელშიც ეს ამ ტრადიციას გავაგრძელებდი თუ დავამკვიდრებდი. აი ეს მახსოვს ძალიან კარგად და მახსოვს ეს რაღაცა სიხარული ერთად ყოფნის. მე მივხვდი რომ უყურებდი დედაჩემი
თქვა დები და ძმები რანაირი ურთიერთობა ჰქონდათ და მე მყავს მხოლოდ ერთი და სულ ფიქრობდი რომ ალბათ მე რო გავიზრდები მეყოლება მინიმუმ 4 შვილი მაინც ჯერ 3-ზე ვარ მისული აი შეიძლება მე-4-ზეც თუ ღმერთმა ინება როგორც ესეც არის აი ამ აფხაზეთის გამოყოლილი და ნუ თუ შევძლებ რომ ჩემ შვილებს ვასწავლო იმ დონის სიყვარული რა სიყვარულითაც თქვა ჩემ დედაჩემის დაძმები ერთმანეთს ეურთიერთებოდნენ ეს ნუ ჩემთვის იქნება ყველაზე დიდი მიღწევა ძალიან დიდი დრო გავიდა იმის შემდეგ რაც ეს ყველაფერი მოხდა და ალბათ ისევე როგორც მე ძველი თაობა მით უმეტეს ხდება რა სისულელეში აღმოჩნდი სამწუხაროდ ამას ვერ ხდება ახალი თაობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ არ იციან ის რა იყო გამოსავალი არის ურთიერთობაში მეტი არაფერში არ არის გამოსავალი გამოსავალი არის უნდა დავიწყოთ ლაპარაკი სხვანაირად არ გამოვა რაც არ უნდა მძიმე იყოს რაც არ უნდა ჩვენ ვიყოთ დამნაშავეები ისინი იყვნენ დამნაშავეები თავარია ლაპარაკი უნდა თუ დიალოგი არ დავიწყეთ არაფერი არ გამოვა უბრალოდ რაც მეტი დრო გადის, მით ნაკლები გვაქვს ალაპარაკო, მით უფრო დავშორდით ერთმანეთს, მით უფრო არ ვიცნობთ უკვე ერთმანეთს, ჩვენი შვილები არ იცნობენ ერთმანეთს, რაც ძალიან მტკივნეულია თავისთავად. ამიტომ რაც უფრო მალე დავიწყებთ ჩემის აზრით დიალოგს, რაც უფრო პირველად არ არის მე გადავდგავ მაგნაბის, მე ვიტყვი პირველად გამარჯვებას ამ ბოდიშს, არც ეს არ არის ჩემის აზრის პრობლემა. თავარი არის რომ დავიწყოთ დიალოგი. ურთიერთ ცხოვრება არის დამოკიდებული ურთიერთ შეთანხმებაზე და ურთიერთ სურვილზე. სანამ არ აგვიდგება ჩვენც და მათაც სურვილი კვლავ ვიცხოვროთ ერთად, არ გამოვა არაფერი. ამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულდა. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით.